ფრაგმენტები ისტორიიდან ამ სახელწოდებით გამოფენას სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი უმასპინძლებს. ნამუშევრების ავტორები ქეთი მატაბელი და გია გუგუშვილი არიან. სვანეთში დამთვალიერებელს ვეფხისტყაოსნის ახალი ტექნოლოგიით შესრულებული ილუსტრაციები ელოდება. ვამთელებ ჟამთასვლის გაწყვეტილ კავშირს. გამოფენა მევხედავ თითებით უსინათლოებისთვის. ეს არის ვეფხისტყაოსნის შოთა რუსთაველის 850 წელს უძღვენით. ახალი ტექნოლოგიით გამოჭრილი ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები საზოგადოებას უკვე წარუდგინა. ახლა მესტიის მუზეუმშიც გამოფენს. უკვე იცის, რომ იქ მისი ნამუშევრების გაცნობას ორი უსინათლო დამთვალიერებელი ელის. ფოლიანტების შემდეგ სულ სხვა ტექნოლოგიით ამ პროექტის შექმნას ქეთი მატაბელი მის შემოქმედებაში ახალი პერიოდის დაწყებით ხსნის. ნახეთ, როგორი კონტრასტული ხდება ამ შემთხვევაში და ისინი აღიქვამენ ყვითელ ფერს. თუმცა ამ გამოფენამ მოგცა იმის შედეგი, რომ ძალიან კარგად ისინი ხედავენ, თქვათ, მწვანე ტონალობა, ზოგს მწვანე ტონალობა უფრო მოსწონს, ზოგს ცისფერი, ზოგს ნარინჯისფერი. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებთან ერთად გამოფენა გერმანული პოემის პარციფალის თემაზე შექმნილ ფოლიანტებსაც აერთიანებს. წლების განმავლობაში სხვადასხვა ფაქტურის, სიძველის, ეფექტის მქონე კოლაჟები მისი შემოქმედების ხელწერად იქცა. ჩვენ მქონდა გამოფენა გერმანიაში, იქ იყო წარმოდგენილი ესეთი პარციფალი და ეს თემაზე, რადგან გერმანელებისთვის ისეთივე ძვირფასია ეშებახის ეს ნაწარმოები, როგორც ჩვენთვის ვეფხისტყაოსანი. აქ ქეთია, თუმცა აქ ჩემი გრაფიკა არის, საკმაოდ ადრინდელი პერიოდის. ისეთი კარგი შემოთავაზება იყო. მესტიის მუზეუმი. წლებია მესტიაში არ ყოფილა. ისტორიული კულტურის მქონე კუთხეში საკუთარი ნამუშევრების წარდგენა გია გუგუშვილისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მესტიამდე მხატვრის ნამუშევრები ბერლინში გამოიფინა. ახლა მისთვის მთავარია ნახატები მესტიის მუზეუმის საგამოფენო სივრცესა და სვანურ კოლორიტს მოარგოს. მე რაღაცეები ცხადია ავარჩიე, ზოგი შეიძლება ცოტა ისეთი აბსტრაქტული ხასიათისაც იყოს, აი თუნდაც ეს წითელი ნამუშევარი, თუმცა ყველას აქვს თავისი შინაარსი, ყველას აქვს თავისი კონცეფცია, ყველას აქვს თავისი ახსნა და გამოფენას ქვია ფრაგმენტები ისტორიიდან, მაგრამ ეს ისტორია მარტო ძალიან ძველ წარსულს არ ნიშნავს. სვანეთის მუზეუმის საგამოფენო სივრცე ექსპოზიციას 9 სექტემბრიდან 1 თვის განმავლობაში დაეთმობა.